გადაცემას პირველი კლინიკა წარმოგიდგენთ ავერსის კლინიკა. ავერსის კლინიკა ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001-ს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ავერსის კლინიკის ლაბორატორია პირველი აკრედიტირებული კლინიკური ლაბორატორიაა საქართველოში და ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში, სადაც ყოველდღიურად სრულდება 800-მდე გამოკვლევა მსოფლიო ლიდერი კომპანიების წარმოებულ ანალიზატორებზე. ავერსის კლინიკაში ასევე ტარდება მაღალ ტექნოლოგიური ოპერაციები, როგორც ღია, ასევე ენდოსკოპიური, ეგრეთ წოდებული უსისხლო მეთოდით. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური, კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალით. ავერსის ცენტრალური კლინიკა და მისი ფილიალები მდებარეობს თბილისში, რუსთავში, გორსა და მარნეულში. მოგმართეთ ვაჟა-ფშაველას 27B, ყოველდღე 9-დან 21 საათამდე. ტელეფონი 2-500-700. ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. პირველი კლინიკა. სოფო ხუციშვილთან ერთად. ჯანმრთელობის დრო პირველ რადიოზე. მოგესალმებით, ეთერშია პირველი კლინიკა, ჭარბი წონა, ესთეტიკური და სამედიცინო პრობლემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ჭარბი წონის პრობლემა 9 მილიარდ ადამიანზე მეტსავს. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რას გულისხმობს ავერსის კლინიკის ნოვაციური პროექტი სიმსუქნის სკოლა. თემაზე ავერსის კლინიკის ექიმ დიეტოლოგთან ერთად თამარ ხუციშვილთან ერთად ვისაუბრებთ. ამავდროულად შეგახსენებთ სტუდიის ტელეფონის ნომერს 221-106-4. დარეკეთ და დასვით შეკითხვა ან მოგწერეთ პირველი რადიოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ახლა კი გადავდივარ კითხვით ჩემს სტუმართან, რას ეწოდება სიმსუქნე და რა გავლენას ახდენს ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობაზე. სიმსუქნე ეს არის პათოლოგია, რომელიც განპირობებულია ადამიანის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვლის ჭარბი და პათოლოგიური დაგროვებით. სამწუხაროდ იგი მეტად უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია, სიმსუქნე არღვევს თითქმის ყველა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებას. ეს იქნება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ძვლა-სახსროვანი სისტემა, სარკმლის-მომნელებელი სისტემა და ცალკე აღსანიშნავია, რომ იგი მოქმედებს უარყოფითად ნივთიერებათა ცვლაზე, რასაც ხშირ შემთხვევაში მიუყავართ ქოლესტერინის ცვლის მოშლისა და შაქრიანი დიაბეტისკენ. როგორ განისაზღვრება სიმსუქნე და როგორ ხდება მისი კვალიფიკაცია? შევთანხმდით იმაზე, რომ საკმაოდ რთული პრობლემაა, როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში. როგორ ახდენთ ამის კლასიფიკაციას? დიახ, მსოფლიოში შემოტანილია ესეთი საერთაშორისო ინდექსი, სხეულის მასის ინდექსი BMI და მსმენელს შეუძლია თვითონვე განსაზღვროს საკუთარი სხეულის მასის ინდექსი, ანუ ადამიანმა თავისი წონა, რომელიც იქნება კილოგრამებში გამოსახული, უნდა გაყოს სიმაღლის კვადრატზე. სიმაღლე უნდა იყოს მეტრებში. მივიღებთ რაღაც მნიშვნელობას, ხო? თუ ეს მნიშვნელობა არის 25-დან 25-მდე და 18.5-ზე მეტი, გილოცავთ, ესე იგი თქვენ გაქვთ სხეულის ნორმალური წონა. თუ 25-ზე მეტია და არის 30-მდე, ესეთი ადამიანი მიეკუთვნება ჭარბწონიანთა კატეგორიას, ხოლო 30-ზევით უკვე ეს პაციენტს ჩვენ უწოდებთ სუქან პაციენტს. თავის მხრივ სიმსუქნეც არის 3 ხარისხის, პირველი, მეორე და მესამე ყველაზე მძიმე პათოლოგიური, ეგრეთ წოდებული მორბიდული სიმსუქნე. ქალბატონ თამარ, საკმაოდ შემაშფოთებელია მსოფლიო სტატისტიკა. სამწუხაროდ, დიახ. რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? არსებობს თუ არა სტატისტიკური მონაცემები? რამდენად რთულია პრობლემა და რა პრობლემის წინაშე ვდგავართ? სამწუხაროდ, სუსტი მონაცემი საქართველოში სტატისტიკური ესეთი თუ რამდენი ადამიანი ყავს ჭარბწონიანი და რამდენი მსუქანი ესეთი არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად შემაშფოთებელია მონაცემები, რადგან როგორც ხედავთ, ბევრი საწუხებს საქართველოშიც ეს პრობლემა და აუცილებლად ჩარევას საჭიროებს. ზოგადად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ ყველამ, რომ სიმსუქნე ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკური და ვიზუალური პრობლემა. ეს არის პათოლოგია, დაავადება, რომელსაც სჭირდება ზუსტად იგივე მიდგომები და მკურნალობა, როგორც ყველა სხვა პათოლოგიას. რადგან დაავადებამდე მივედით და თქვით, რომ ეს არის დაავადება და არა მხოლოდ ვიზუალური პრობლემა, მინდა გკითხოთ, რას თავაზობს ავერსის კლინიკა ჭარბწონიან ადამიანებს, იმისთვის, რომ თქვა ფორმა შეინარჩუნონ გარდა ფორმისა, მიხედონ ჯანმრთელობას. რა შემოთავაზებები გაქვთ პაციენტებს? ავერსის კლინიკამ შექმნა ესეთი ნოვაციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოში. ანუ ეს არის სიმსუქნის კომპლექსური სისტემური მკურნალობა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ერთ მიმართულებას, ანუ არა მხოლოდ ფიზიკურ დატვირთებს, არა
მხოლოდ დიეტებს, არამედ აქ ხდება კომპლექსურად მკურნალობა ადამიანის. ანუ ჩვენი მიზანია რომ ვებრძოლოთ სიმსუქნეს წარმატებით. ეს აერთიანებს მთელ რიგ სხვადასხვა სერვისებს, რომელსაც დაწვრილებით მოგახსენებთ. ანუ თავდაპირველად, როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი, უნდა ჩაუტარდეს მას სრული ლაბორატორიული გამოკვლევა, რათა განსაზღვროთ მისი ჰორმონალური პროფილი, ანუ განსაზღვროთ საიდან არის სიმსუქნე. ეს არის უბრალოდ ჭარბი კვებით, დარღვეული ჰორმონალური ბალანსით თუ ასე შემდეგ. აი ამ ანალიზების შემდგომ უკვე ხდება გადამისამართება პაციენტის ენდოკრინოლოგთან, რომელიც შესაბამის მკურნალობის კურსს შეურჩევს, რა თქმა უნდა, ანალიზების საფუძველზე. შემდგომ ხდება გადამისამართება დიეტოლოგთან, შეერჩევა დიეტა, ასევე არის ფიტნეს დატვირთვები, რომელიც ასევე ჩვენთან ხორციელდება ავერსის კლინიკის აღდგენითი თერაპიის ცენტრში. აი ეს ყოველივე წარმოდგენილია ერთიანი მთლიანი ვაუჩერის სახით, ანუ გამმეორდები, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევები, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, დიეტოლოგის კონსულტაცია და ფიტნეს დატვირთვები საჭიროებისას, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი ხარისხის სიმსუქნესთან, ვრთავთ ჩვენს აი ამ სიმსუქნის სკოლის პროგრამაში ბარიატრიული ქირურგის კონსულტაციასაც. როგორც მივხვდი კომპლექსური ამ მკურნალობის პროცესი მიდგომა აუცილებლად. რამდენად რთულია თვითონ ეს პროცესი პაციენტისთვის? ეს არის რაღაცა მკაცრი დიეტები, მკაცრი ვარჯიშები, თუ აი რასთან გვაქვს ხოლმე ამ შემთხვევაში საქმე? იცით როგორ არის, ჩვენი მიდგომა არის ინდივიდუალური, ყველა პაციენტისთვის განსხვავებული. დავიწყოთ დიეტოთერაპიით. ამ დროს გათვალისწინებული იქნება აუცილებლად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი თანხმლები პათოლოგიები, ასაკის სქესი, მისი ცხოვრების სტილი, ანუ რამდენად იტვირთება რამდენად აქვს მას ფიზიკური დატვირთვა თავისი ცხოვრების მანძილზე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის მიხედვით შეერჩევა დიეტა, ითვალისწინებთ ასევე მის გემოვნებას. დიეტა უნდა იყოს აუცილებლად ბალანსირებული კვების პრინციპებზე დაფუძნებული, ანუ უპირატესობას ვანიჭებთ, რა თქმა უნდა, ცილოვან საკვებს, ნახშირწყლებისა და ცხიმების მაქსიმალური შეზღუდვით. პირველ რიგში კიდევ ერთხელ საკმაოდ ესეთი მართლა ინოვაციურია პროექტი სიმსუქნის სკოლა. მე მაინტერესებს უფრო დაწვრილებით რომ თქვათ ეს სემინარი, რომელიც თქვენ ახსენეთ, პირველი სემინარი, რომელიც უფასო არის პაციენტებისთვის, უფრო რომ გავშალოთ თემა და მსმენელს უფრო დაწვრილებით რომ აუხსნათ, რას ნიშნავს ეს სემინარი, რას მოისმენენ ამ სემინარზე, ზოგადად ამ სკოლაში, რას ისწავლიან, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი კვება როგორ უნდა იკვება. ანუ თავდაპირველად ჩვენ პაციენტებს ვიწვევთ ესეთ საგანმანათლებლო უფასო ლექცია სემინარზე, რომელზეც დასწრება იქნება თავისუფალი და ნებისმიერ მსურველს ჩაეწერება ჩვენს ცხელხაზეთში და შეუძლია მობრძანდეს და დაესწროს ამ სემინარს. სემინარზე ჩვენ ზოგადად ვასწავლით ჯანსაღი კვების პრინციპებს, ვუხსნით ყველა იმ საშიშროებას, რის უკანაც დგას სიმსუქნე და მაქსიმალურად ვაცნობიერებთ ამის შესახებ. გარდა ამისა, წარმოვიდგენთ ჩვენს პროგრამას, საუბრობთ ფიტნესის სიკეთეზე, დიეტოთერაპიაზე, ასევე ჩვენს უფასო ლექცია სემინარზე დაგვესწრება ჩვენი ბარიატრიული ქირურგი, რომელიც დაწვრილებით მოგახსენებთ აი ამ სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის შესახებ. ეს სემინარი არის ყველა მსურველისთვის უფასო. რა თქმა უნდა, აუცილებლად ეს არის უფასო, დასწრება თავისუფალია, ტარდება ავერსის კლინიკაში, ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში. მისამართი არის ვაჟებს-შაველას 27B. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაეწეროთ ცხელხაზზე 2-500-700. ძალიან დიდი მადლობა. ახლა კი ეთერში არის მცირედი რეკლამის დრო. რეკლამის შემდეგ უკვე ვისაუბრებთ დიეტის უპირატესობებზე, რომელსაც სთავაზობს ავერსის კლინიკის სიმსუქნის სკოლა პაციენტებს. უახლოეს რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით. მიიღეთ პროფესიული რჩევები პროფესიონალებისგან. FM 106.4. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი არის ავერსის კლინიკის ექიმ-დიეტოლოგი თამარ ხუციშვილი. თამარ ხუციშვილთან ერთად ვსაუბრობთ ჭარბწონასთან დაკავშირებით, ვუბრუნდებით ინოვაციურ პროექტს, რომელსაც ავერსის კლინიკა სთავაზობს მომხმარებელს, ეს არის სიმსუქნის სკოლა და პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმ ვაუჩერთან დაკავშირებით, რომელზეც საუბარიც გადაცემის დასაწყისში დავიწყოთ, გარდა სემინარისა, რომელიც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არის მომხმარებლისთვის უფასო, არის მომხმარებელს პაციენტს შესაძლებლობა აქვს იყიდოს ვაუჩერი, რა ღირს ეს ვაუჩერი, რამდენი ვიზიტი შედის, თუ შეგიძლიათ რომ მსმენელს უფრო დეტალურად განვმარტოთ. დიახ, ანუ როგორც აღნიშნეთ, ეს ლექცია სემინარი არის უფასო, საგანმანათლებლო ხასიათის მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შემდგომ უკვე თუ
თუ დაკავდება აი ამ ჩვენი კომპლექსური მკურნალობით, შეიძენს სიმსუქნის სკოლის ვაუჩერს, რომლის ღირებულება დამეთანხმებით, რომ მეტად ხელმისაწვდომია, 180 ლარს შეადგენს, რომელიც გულისხმობს აი ამ ლაბორატორიულ კვლევებს, ენდოკრინოლოგთან და დიეტოლოგთან კონსულტაციას, საჭიროებისას ქირურგთან კონსულტაციას და ფიტნესს. გარდა ამისა, გვაქვს კარდიოლოგთან ვიზიტი ფიზიკური დატვირთვის ტესტის ფარგლებში. ანუ სანამ პაციენტი გადამისამართლება ფიტნესზე, მას უყარდება ესეთი დატვირთვის ტესტის ტრედმილზე, კარდიოლოგი აფასებს ამ ყველაფერს, რითაც ისაზღვრება ფიტნესით დატვირთვის რაოდენობა კონკრეტული პაციენტისთვის. ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით მინდოდა უფრო დაწვრილებით მეთქვა, აქ ხდება ჰორმონალური პროფილის გამოკვლევა, ანუ ხდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა, ანუ კეთდება თიროტროფული ჰორმონის ანალიზი, ასევე ჩვენ ვიკვლევთ გლუკოზის ცვლას, ანუ ტარდება შემდეგი ანალიზები: გლუკოზა უზმოთ, ინსულინის სისხლში, ინსულინ რეზისტენტობის ინდექსი ისაზღვრება და კიდევ მესამე რაც არის საერთო ქოლესტერინის დონეს ვადგენთ, როგორც ცნობილია მსუქან პაციენტებში, როგორც წესი, ჰიპერქოლესტერინების პრობლემას ვაწყდებით უხშირ შემთხვევაში. ფასი გასაგებია და ხელმისაწვდომია, თუმცა დეტალურად მინდა გკითხოთ ვიზიტების რაოდენობის შესახებ. ესეც ინდივიდუალურად წყდება, რამდენი ვიზიტი იქნება პაციენტის ენდოკრინოლოგთან, თუ ესე სტანდარტული არის რამოდენიმე ვიზიტი. მოგახსენებთ, სტანდარტულად ეს ერთთვიანი ვაუჩერი ითვალისწინებს 3 ვიზიტს ენდოკრინოლოგთან, 3 ვიზიტს დიეტოლოგთან, ფიტნეს დატვირთვებს საშუალოდ კვირაში 3-ჯერ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურად შეიძლება გავზარდოთ ან შევამციროთ ფიტნეს დატვირთვების რაოდენობა. რაც შეეხება როგორი არის თქვენი მოქმედების ტაქტიკა ამ სკოლაში? ინდივიდუალურ მიდგომებზე საუბრობთ თქვენ. აი, როგორი არის მაღალი სიმსუქნის დროს ექიმის ტაქტიკა პაციენტთან? რა პროცედურები ტარდება და როგორ? განვარტოთ კიდევ დაწვრილებით თუ რას უწოდებთ მაღალი ხარისხის სიმსუქნეს. ანუ ჩვენ ხო ვისაუბრეთ სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრაზე, რომელიც შევახსენოთ მსმენელს ისაზღვრება ჩვენი სხეულის მასის გაყოფით ჩვენი სიმაღლის კვადრატზე. თუ მივიღეთ ეს მნიშვნელობა, რომ არის 40 ზევით, ან არის 35 ზევით და გვაქვს თანხლები რომელიმე ერთი პათოლოგია, მაინც ეს იქნება არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და ასე შემდეგ, უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს პათოლოგიური, ანუ მორბიდული სიმსუქნე და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად დიდი რისკების ქვეშ არის. გარდა ამისა, თუ ესეთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნაცადი მრავალმხრივი დიეტოთერაპია, ფიტნეს დატვირთვები და შედეგი მაინც არ გვაქვს, უკვე ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ ესეთი პაციენტი გადამისამართლდეს ბარიატრიულ ქირურგთან, რომელიც აკეთებს ლაპაროსკოპიულად კუჭის მოცულობაში შესამცირებელ ოპერაციებს. ეს არის ლაპაროსკოპიული გასტროპლიკაცია და ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომია. აი მაგალითად ლაპაროსკოპიული სლივ გასტრექტომიის დროს მოკლედ რომ ვისაუბროთ, ხდება კუჭის მოცულობაში შემცირება, ანუ იკვეთება კუჭის ის ნაწილი, რომელიც გამოიმუშავებს შიმშილის ჰორმონ გრელინს. აქედან გამომდინარე, ადამიანი ადვილად ნაყრდება და შიმშილის გრძნობა მკვეთრად უქვეითდება. კუჭი მოცულობაში დაპატარავებულია, იგი არ საჭიროებს დიდი რაოდენობით საკვებს და დანაყრების შეგრძნება მარტივად, რომ ვთქვათ, უფრო მალე მოდის. ამიტომ ესეთი ოპერაციები მეტად ეფექტურია, ხდება ჭარბი წონის დაახლოებით 60%-ით კლება. მაგალითად, ყავს პაციენტები, რომელთა წონის კლება აი ამ ოპერაციების შემდგომ შეადგენს დაახლოებით 40-60 კილოგრამს. რამდენად არის ამ მსგავსი ოპერაციების დროს რისკები? თუ არის ხოლმე და თუ არ არის რისკები და რამდენად მოთხოვნადია მსგავსი ოპერაციები საქართველოში? მეტად მოთხოვნადია, იმიტომ რომ ნელ-ნელა ეს პროცესი დაიხვეწა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კვალიფიციურად აკეთებენ ამ ოპერაციებს, რაც შეეხება შეკითხვებს ზოგადად ბარიატრიულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ვთხოვთ მსმენელებს, რომ მოგზავნեն ჩვენს ლექციას სემინარზე, რომელსაც ესწრება ჩვენი ბარიატრიული ქირურგი და დაწვრილებით მოგახსენებთ ჩემზე გაცილებით კვალიფიციურად და უკეთესად ამის შესახებ. ზოგადად ამ ლექციას სემინარს დავუბრუნდეთ. ეს ტარდება დიეტოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ბარიატრიული ქირურგის მიერ. კი ბატონო, თქვენ თავში და გადაცემის დასაწყისში ახსენეთ, რომ ჭარბი წონა ეს არის დაავადება ხშირ შემთხვევაში. საიდან წარმოიქმნება ძირითადად რა ქმნის ამ პრობლემას ადამიანში? ანუ ეს არის არასწორი კვება, არასწორი ცხოვრების წესი, თუ აი რასთან გვაქვს საქმე და რამდენად რთულია თვითონ აღნიშნულ დაავადებასთან ბრძოლა?
დიახ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ანუ ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზი მრავალია. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ეს არის ჭარბი კვება, დიდი რაოდენობით საკვების მიღება. ანუ ზოგადად სიმსუქნის მიზეზი რა არის? როცა იქნება დისბალანსი ჩვენს მიერ მიღებულ საკვებსა და დახარჯულ ენერგიას შორის. უკვე ეს ჩვენს მიერ მიღებული საკვები, რომელსაც ვერ ვხარჯავთ დღის მანძილზე, გროვდება ჩვენს ორგანიზმში ჭარბი კილოგრამების სახით. გარდა ჭარბი კვებისა, მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი. ალბათ თქვენც დაკვირვები ხართ, რომ ჭარბწონიანი მშობლების შვილებს მეტი შანსი აქვს, რომ თვითონაც აწუხებდეთ ზედმეტი კილოგრამები, ვიდრე ნორმალური და გამხდარი წონის მქონე მშობლების შვილებს. გარდა ამისა, მეტად მნიშვნელოვანია ჰორმონალური ცვლის დარღვევის როლი, მაგალითად თუ ადამიანს აქვს გლუკოზისადმი მომატებული რეზისტენტობა და ასე შემდეგ, სხვა პათოლოგიები, თუ არის ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, იგი ვერანაირად მხოლოდ დიეტის წონაში ვერ დაიკლებს, ამიტომ არის რაციონალური მიდგომა ჩვენს სკოლაში, რომ ჯერ ჩავიტაროთ კვლევები, გამოვრიცხოთ ყოველგვარი პათოლოგია, თუ არის ვუმკურნალოთ და ამის პარალელურად მივხედოთ წონის კლებას დიეტოთერაპიით. მე ეს კითხვა იმიტომ დაგიცვით, რომ ალბათ თქვენთვისაც ცნობილია საქართველოში განსაკუთრებით ჩვენს გარშემო ადამიანები თვითნებურ დიეტებს მიმართავენ, ეს არის საკმაოდ მკაცრი დიეტები, საკუთარი გამოგონებები და ასე შემდეგ. რატომ არ შეიძლება, ალბათ ამიტომაც არის თქვენი სკოლა შექმნილი. კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ მსმენელს, რატომ არ შეიძლება თვითნებური დიეტები, ზოგადად აქვს თუ არა ამ დიეტებს შედეგი და თუ აქვს, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ვიხილოთ, ეს შეიძლება იყოს უფრო მეტი წონის მატება დიეტის დასრულების შემდეგ, თუ რა პრობლემებთან დგავით ხო? მოგახსენებთ ამ ყველაფერს და სამწუხაროდ დღესდღეობით ხშირად ვაწვდებით ისეთ პაციენტებს, რომლებიც ესე მეგობრისგან გაგონილი ან ინტერნეტში მოძიებული რაღაც არაპროფესიონალური დიეტებით იკვებებიან და ცდილობენ რომ დაიკლონ ეს 11 კილოგრამი, მაგალითად ძალიან ბევრი დიეტა არსებობს, ბრინჯის, წიწიბურის და ასე შემდგომ. ეს კატეგორიულად დაუშვებელია, იმიტომ რომ ამ დროს წონის კლება ხდება არა ცხიმების წვის ხარჯზე, არამედ ცილების წვის ხარჯზე და ორგანიზმი მიდის ენერგეტიკულ შიმშილამდე. ანუ ჩვენ წვავთ ჩვენს ისეთ აუცილებლად სასწრაფო ნივთიერებებს, რომელსაც მე უკვე ვეღარ აღვიდგენთ და ეს უკვე დამღუპველ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კიდევ ერთი მომენტი, ესეთ დროს ადამიანმა შეიძლება ეფექტურად დაიკლოს წონა, მაგრამ დამეთანხმებით რამდენიმე ხანში აუცილებლად აღიდგენს იმ დაკარგულ კილოგრამს და კიდევ რამდენიმეს დაამატებს ზევიდან. ამიტომ არ ღირს ესე არაპროფესიონალურად ორგანიზმის წვალება, ჯობია რომ ჩვენ ბალანსირებულად მივყვეთ, ვიკვებოთ, მივიღოთ ყველა ის საკვები ნივთიერება, მინერალები, ვიტამინები, ცილოვანი საკვები, რაც აუცილებელია და ესე ნელ-ნელად და რაც მთავარია მყარად დავიკლოთ წონაში, რათა დიეტის დასრულების შემდგომ არ გქონდეს იმედგაცრუება ორ თვეში ისევ არავინ აზღაუროთ ჩვენი დაკლებული კილოგრამები. კი ბატონო, ქალბატონ თამარ, კვლავ სიმსუქნის სკოლას რო დავუბრუნდეთ, როდის დაიწყო ავერსის კლინიკამ ეს პროექტი და რამდენად ხშირია უკვე პაციენტები, რომლებიც სარგებლობენ ამ პროექტით, თუ შეგიძლიათ რომ და როგორია შედეგები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტებს. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, პირველი ეს ლექცია სემინარი ჩატარდა 8 თებერვლას, ანუ გასულია უკვე თვეზე მეტი. ახლა მესამე უკვე ტარდება 21 მარტს, შაბათს და ველოდებით მცენელებს ძალიან დიდი სიხარულით. მინდა აღნიშნო, რომ მომართვიანობა საკმაოდ დიდია, ზოგადად საკმაოდ მოწონთ ეს პროექტი, ეფექტურობის და ფასიდან გამომდინარეც ალბათ პაციენტები დადიან, წონის კლება გვაქვს საკმაოდ ეფექტური, ეგ დადიან ფიტნესზე ვარჯიშობენ, პლუს მოდიან ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე, ჩემთან დიეტოლოგთან საკმაოდ ხშირად. შედეგები გვაქვს საკმაოდ კარგი, ანუ ეს არის სადღაც 6-დან 10 კილომდე დიაპაზონში ამ ერთი თვის მანძილზე და ვნახოთ შემდგომ ვაგრძელებთ კურნალობას და შედეგებს წარმოვიდგენთ. კი ბატონო, მაშინ კიდევ ერთხელ გადაცემის დასასრულს რომ შევახსენოთ მსმენელს, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ, როგორ უნდა მოვიდნენ ამ სემინარზე და ასევე ის რომ არის უფასო, რაც ყველაზე მთავარია ეს პირველი სემინარი და დასწრება და ასევე ის რომ 180-ზე არის ღირს ასეთი კარგი აბონემენტი, თუ შეგიძლიათ შევახსენოთ, როგორ შეიძლება დაესწრონ ამ სემინარს. დიახ, შევახსენებთ მსმენელს, რომ ავერსის კლინიკის მომდევნო სიმსუქნის სკოლის უფასო ლექცია სემინარი ტარდება შაბათს 21 მარტს 14 საათზე ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში საბურთალოს 27B არის მისამართი პირველ სართულზე საკონფერენციო დარბაზში. მსმენელებს შეუძლიათ დარეკონ და ჩაეწერონ ხალხასზე 2500-700.
2507, ეს არის ცხელი ხაზის ნომერი. აქ დაესწრებიან სემინარს, გათვითცნობიერდებიან სიმსუქნის რისკებისა და მისგან თავის დაღწევის გზების შესახებ. შემდგომ უკვე შეუძლიათ ჩაეწერონ ჩვენთან და ისარგებლონ ამ სიმსუქნის სკოლის ვაუჩერით. უღრმესი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ პირველი კლინიკის სტომარი იყო ავერსის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი. ჩვენ საუბრობდით ჭარბწონაზე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელი გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც მიიღო პროფესიონალი ექიმისგან ჭარბწონასთან დაკავშირებით, გამორიცხავს თვითნებურ დიეტებს და მიმართავს ავერსის კლინიკის სიმსუქნის სკოლას, სადაც შეუქმნიან პირობებს იმისთვის, რომ მიიღოს ის შედეგი, რომელიც მას სურს. მე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობთ, რომ გვისმენთ. პირველი კლინიკა. სოფო ხუციშვილთან ერთად. ჯანმრთელობის დრო პირველ რადიოზე.